ბრუნდებით ეთერში თქვენ უყურებთ პოლიტიკას არჩილ გამზარდიასთან ერთად და გადაცემის მეორე ნაწილის წუღნებს წარმოგიდგენთ ბაჩო დოლიძე ნაციონალური მოძრაობიდან და ლაშა დამინი ევროპული საქართველოსთან. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ასე ვთქვათ, საუბრობთ თემაზე, როგორ შედგება ჩვენი ეროვნული თანხმობა ისეთი, როგორც არ შემდგარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დღეს პრეზიდენტმა აგერ მიღება გამართა პარტიების რაღაცა ნაწილი მაინც ფიქრობენ რომ ჯერ საინტერესო იყო, მეორე მხრივ იქნებ რაღაც სივრცე გამოყენებულიყო, მესამე მხრივ რა ვთქვათ, ზოგადად არსებობს აი კომუნიკაციაში ასეთი წესი, რომ დისკომუნიკაციას კომუნიკაცია ყოველთვის ჯობს. თქვენი პარტიებს თავი შეიკავა, თავისი არგუმენტები ჰქონდა ამას, თქვათ, ამ პროცესისაგან, მოდი დავიწყოთ აქედან, საერთო ჯამში რასაც მე მიადევნეთ თვალი პრეზიდენტის მათ შორის გამოსვლას. რა ელფერს ტოვებს ეს კარგი დეკორაცია, ასე ვთქვათ, რაღაცა პროცესის, რომელშიც ერთი მხრივ ხელისუფლება იქ ადამიანებს აკავებს და თან ისეთი რეპუტაციის რეჟიმში, რომ სულ რომ დამნაშავედ დაეჭიროს ვიღაც ხელისუფლებამ უკვე ნაკლებად შეიძლება ეს ასე გამოჩნდეს, ეს ყველაზე ცუდი ნაწილია, მართალი რომ ვთქვათ. მეორე მხრივ იქ რაღაცა ერძვის პოლიტიკურ ოპონენტებს და ეს კარგად ჩანს ძალიან სხვა დანარჩენზე რომ სად დავაიღოს, ჩემს ხმალეთად კაფეო სურათი ჩანს, აი ლოკალურ სივრცეებში, სადაც საკრებულოების თავმჯდომარე რამდენიმე კვირა ვერ აირჩიეს და შეიძლებოდა ეს რამდენიმე მიეკოდო ხელისუფლებას რაღაცა ავტონომიურობა მიეცა. და მესამე მხრივ პრეზიდენტი, რომელიც საერთო ჯამში ქართულოცნის მხარდაჭერით არსებობდა და ვთქვათ, გახდა პრეზიდენტი, ბილად რომ ვთქვათ ყოველ შემთხვევაში. და მისი გამოსვლები, რომელიც როგორც ტექსტები, არ ვიცი, როდესმე თუ ამას ახალი ისტორიის სახელმძღვანელოებში შეიტანენ, კარგად ჟღერს ესას. აი ეს ურთიერთგამომრიცხავი კომპონენტები, როგორ თავსდება ერთმანეთში და რა აზრი გექნება. ბაჩო, შენგან დავიწყოთ. მოგესალმებით. პირველ რიგში, რაც შეეხება ხა ჩვენ, ასე ვთქვათ, თავის შეკავებას, დღევანდელი ღონისძიებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა ჩვენ ხა მართლა ანონსი ცოტა სხვა იყო, ხო? ანუ სახალხო მიღება იყო, ჩვენთვის ეგრე იყო ცნობილი და შესაბამისად ხა ადამიანურადაც ხა ცოტა რთულია, როდესაც პოლიტიკური პროცესებზე სასამართლოში ხარ მთელი დღის განმავლობაში და შესაბამისად მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი ესწრები და მაგ პოლიტიკური სასამართლოდან მიდიხარ სახალხო მიღებაზე, ჩვენთვის მართლა ცოტა რთული იქნებოდა, ცოტა გაუგებარიც იქნებოდა. მაგრამ ხა ეგ არაფერს არ წვეთს იმ ნაწილში, რომ ჩვენ არ დავინახოთ ის ნიშნები, ყოველ შემთხვევაში ის ტენდენციები, რომელიც იკვეთება. თვითონ როგორც ასეთი თვითონ ინიციატივა, ხო, რომელზეც ახლა რეკონსილიაციაზე საუბარი, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს დავადექით და შეიძლება მართლა ძალიან სერიოზული რამე მოხდეს ამ ყველაფრით და მე არ მგონია რომ ჩვენ ახლა გვერდიდან უნდა ვუყურებდეთ ვინმე ზოგადად აბსოლუტურად ყველა უნდა ვიყოთ ჩართულები პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები, საზოგადოების აქტიური ნაწილი, არასამთავრობოები და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ საერთაშორისო ჩვენი პარტნიორები ძალიან ყურადღებით მიაქცევენ ამ პროცესს ყურადღებას და იმის ილუზიაც არ მაქვს ახლა რომ ხელი შემშლელები არ ეყოლება ამ პროცესს, განსაკუთრებით მოქილიკეები, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც რაღაცა ძალიან კვახე წინაპირობას დააყენებენ, რომელსაც ჩვენ ვისმენდით. თუმცა იმდენად მნიშვნელოვანი პროცესი და იმდენად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ ჩვენ მე ვფიქრობ, შეგვიძლია რამდენიმე ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის გამოხტომა საერთოდ ყურადღება არ მივაქციოთ და პირიქით თვითონ პროცესს ჩავეჭიდოთ. მე ვშიშობ და დამიზუსტე ამ პოლიტიკოსებში გულისხმობ სახელმწიფო წარმომადგენლებს თუ ასეთი ოპოზიციაშიც არსებობს. არა, მე ამ შემთხვევაში გულისხმობდი რამდენიმე სახელს და გვარს ხელისუფლებიდან, რომლებიც იძახდნენ, რომ წინაპირობა შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ დაუშვათ ერთ-ერთი პარტიის მიმართვებით, თუ საერთოდ აღარ იარსებებს, საერთოდ აღარ იქნება ჩავაზუსტო. კი ბატონო. ეთქვა მაინც ბიზნეს თამაშია. გავლენა. ხო, გავლენა. ამდენი წელი გავიდა და მაინც. მაინც მომხდარებს რომ 3-4 თვე ვიერთერთობთ. საკმარისი გამოსვლა. აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ინსტიტუციური თვალსაზრისით არ მოდიან ქართულოს უნივერსიტეტებთან მოგკითხავდით. ვთქვათ, თუ შეიძლება იყოს ესეც არგუმენტი რაღაც კონკრეტულ პერსონებთან მიმართებაში, მათი წარსულიდან გამომდინარე, აი ამ რაღაცა თანხმობის ნაწილში იყოს არაოფიციალური შეწყალება თუ რაღაცა და მათ დამიანებმა, კონკრეტულმა პირებმა, ვთქვათ, ჩაიდოს იდეა, რომ იმათ პოლიტიკური საქმიანობა არ გააგრძელონ. მაგრამ მე ერთი რამ მაინტერესებს.
შენ ნიკა მელია, სოფო ჯაფარიძე, ну კიდე ბევრი ჩამოთვალ შეიძლება ნაციონალურ მოძრაობიდან. თქვენ რა ლოგიკით უნდა აგეკრძალოთ საქმიანობა, აქ ხო პარტიულ საქმიანობაზე ყოლაპარაკი. ანუ აი ეს ამ იდეას ვერ ჩავსვდი. ანუ იქაც სადავა, მაგრამ კარგი, იქ იდეა მესმის და ამ შემთხვევაში აი კობახიძემ თქვათ შენ ან სოფოს ან სხვა დანარჩენს ნიკას რა ვიცი მე. ეს კოლეგიალური პრინციპით გავყვებით ამ შემთხვევაში სხვებს, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ მესმის. ან მე მგონი ახლა კორპორატიული აკრძალვა რომელიც საუკუნეა. შემოთავაზება იყო ესე და ახლა შესაბამისი პასუხიც არის, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ მე მაინც ახლა არ ვიცი ახლა ვისთან კეკლუცობდა ამ შემთხვევაში, ხო? ქართული ოცნების ლიდერი ამ განცხადებით, იმიტომ რომ არ მგონია სერიოზული იყოს და არ მგონია მათ შორის სალომე ზურაბიშვილისთვის რაღაც არ ვიცი რამეს ნიშნავდეს მსგავსი ტიპის გამოხტომა. მე მაინც მგონია რომ ამ შემთხვევაში ახლა დღევანდელი დღე ანუ რითი იყო მნიშვნელოვანი რომ სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა რომ ქვეყანაში ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ანუ ხაზი გაუსვა მანამდეც რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია, ნუ თავისი ფრაზეოლოგიით, ნუ არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და პრობლემაურია და ზოგადად ეგ ჩვენს ვიცით, ხო, ამაზე გვაქვს საუბარი და შესაბამისად, ანუ ეს როდესაც ამ შემთხვევაში იმ გუნდის წევრი, ნუ ეხლა გინდა არ გინდა, დღევანდელ დღეს საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან არის დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე და რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება მისთვის ამ ყველაფრის მისთვის პირველ რიგში ამ პროცესის ინიციატორისთვის, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს, ძალიან რთული დღეები ექნება გასავლელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი წნეხი იქნება პირველში ქართული ოცნებიდან, როდესაც სიტყვები კონვერტირდება საქმეში, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ანუ შემდეგი რა არის, ხო? ანუ შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს კონკრეტული, ხო? ეს განცხადებები მოვისმენთ, მოგწონს, მაგრამ შემდგომ ნაბიჯები უნდა იყოს და ამ ნაბიჯებს, ანუ პირველ ნაბიჯებს რა უნდა იყოს რა, შეხვედრები, ხო? პირველ რიგში, დღეს გაცხადდა კიდევაც, რომ ინდივიდუალური შეხვედრები იქნება პოლიტიკურ პარტიებთან და ამის შემდეგ უკვე რაღაცა კონკურენტები გამოისახება, რის შემდეგაც უკვე შეიძლება მე რაღაცა პროცესის წამოწყება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პროცესი არის, მაგრამ ძალიან საჭირო ამ ქვეყნისთვის. მე ესე მიმაჩნიებ, რომ გინდა არ გინდა ხე ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ მაშინ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და ნუ ამ ქვეყანას მართლა შენი რა ჭამთ ერთმანეთს უბრალოდ. იცით რა არის? აქ ერთი მომენტი უნდა გაავითვალისწინოთ, რომ აქ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის ძალიან დიდი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამ ყველაფრით დაღლილია, ხო? და ეხლა ეს რეალობაა, ეხლა ეს არ არის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს ერთობა, არ არის, როდესაც ბლოკმა სახში არა გაგდა ქვეყნის განვითარებაზე ვლაპარაკობთ და რაღაცა ინვესტიციებზე ხომ მოყარიყურენ როგორ უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, როდესაც პოლიტიკური სტაბილურობა არ გაქვს ქვეყანაში. ვერ იქნება ეკონომიკური წინსვლა, ვერ იქნება ვერც ერთი ცენტი საერთაშორისო ან უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოხერხდება თუ პოლიტიკური სტაბილურობა არ არის 2-4-4-ია ამ კონკრეტულ დარგში. შესაბამისად, ანუ ჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, ჭირდება ამ ქვეყნის რესტარტი და პოლიტიკურად რაღაცა ნორმალური რაღაცა თამასის დაჭერა. რისი, შესაძლებლობა არის, სკეპტიციზმი რა საკურველი არის, როგორც ყოველთვის იქნება გვერდიდან, ოღონდ აი ეს გვერდი და სკეპტიციზმის მონაწილეები და ასე ვთქვათ აქტორებიც ამ პროცესში უნდა ჩავთვალოთ, სხვანაირად არ გამოვა. ლაშა, აი ევროპული საქართველო ამ პროცესებს, ბოლო პერიოდის პროცესებს ზოგადად შედარებით კი პროცესში ჩართულია, მაგრამ განყენებულად დაფასობს ხოლმე უფრო განსხვავებული პოზიციაა, ვიდრე თქვა რა პარტიების უმრავლესობას, მათ შორის ოპოზიციაშიც, აღარაფერს ლაპარაკობ ხელისუფლებაზე და აი აქ ჩანს ასეთი კითხვა მიჩნდება ხოლმე სულ რომ აი ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა შეთანხმება გულისხმობს რაღაცეების დაალაგებას, გასწორებას, რაც მე თავისთავად თუ კი სასამართლოა, თუ კი პოლიტიკური ნება გაშდა, დემოკრატიული ღირებულებები გააქტიურდა ქართული ოცნებისთვის, ხელისუფლების კარგვის ყველა პირობა შეიქმნება, ხო, ლოგიკურია. ანუ რას იგებს ამითი ოპოზიცია, ან ამ შემთხვევაში ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტი მიხეილ სააკაშვილი, ეს ჩანს. რას იგებს ხელისუფლება? ანუ ლოგიკა არის ასეთი, რომ ჩვენ შეთანხმების სანაცვლოდ უნდა დავრჩეთ მოგებულები, მეც და თქვენს, ვთქვათ, ვინც თავხდებით. ზოგადად საქართველოს. ეგ ხო არავის არ აინტერესებს. კარგით ახლა რა. ჩვენ ლაპარაკობთ პოლიტიკურ კონფლიქტებზე ამ შემთხვევაში. დაამატეთ კითხვა რა იგებს პრეზიდენტის ინსტიტუტის მაშინ. ხო, აი მაგას ვამბობ. იქით მხარეს რა დევს, ან ოპოზიციას რა შეუძლია შეთავაზოს, ანუ შეთანხმების საფუძველზე რას იგებს ოპოზიცია, ვიცით, მაგრამ აი რას მოიგებს ხელისუფლება ამ მხრივ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს.
Ну, პირველი იქიდან დავიწყოთ ევროპულმა საქართველომ დღევანდელ შეხვედრაზე რატომ თქვა უარი, ვთვლით, რომ უბრალოდ არაფრის მომცემი არ იყო დღევანდელი შეხვედრა, ეს ნახევრად საზეიმო და თუ საზეიმო შეხვედრაში შეფუთული რაღაც ესეთი ქიმერები, რომლებსაც თითქოს რაღაცებს დაძდევს. პრეზიდენტისგან ამ ინიციატივის აღება ესეც ჩვენთვის საკმაოდ ისე ჩანს, რომ რთულად დასადგენია თუ რა გამოვა. თუნდაც იმიტომ შეგახსენებთ, რომ გაეროს ტრიბუნი პრეზიდენტია, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს და საქართველოს უთხრა, რომ ჩატარდებოდა პროპორციული არჩევნები, რომელიც გადაითქვა და შემდგომ არც კი გააპროტესტა, ხო? აღარ ლაპარაკობს სხვა თემებზე თუ რა ხდება და რა საკეთებს, ხო? უბრალოდ ორი შეთანხმება, რომელიც 20 ივნისს და შარმიშელის დოკუმენტზე მოხდა ქართულ ოცნებასთან. აქ ხო პრეზიდენტი არ არის მთავარი ფიგურანტი. მთავარი ფიგურანტია შეთანხმება უნდა მოხდეს ქართულ ოცნებასთან და როცა ის ამისთვის მზად არის, ამ ყველაფრის კეთება უბრალოდ ინსუნაცი გონია, რომ აი არაფერი აქიდან სამწუხაროდ არ გამოვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბაჩობახა თქვა სწორად, რომ საჭიროა, გეთანხმებით, რომ საჭიროა უნდა მოხდეს შეთანხმება. მაგრამ თუ ის მხარე მზად არ არის და თქვენ რაც ბრძანეთ და გეთანხმებით, ხო, საქართველო და საქართველოს მოსახლეობა ბოდიში სიტყვისთვის და ფეხებზე კიდია ქართულ ოცნებას და იმიტომაც ხდება ეს. ობიექტურობისთვის თქვა. ალბათ არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, მას ვერ დაგეთანხმებით. ხო, ამ სიტუაციურად, მაგრამ აი თუნდაც ელემენტარული ხა სასამართლოზეა საუბარი, შარმიშელის დოკუმენტი რა იყო, რის გამოც თქვა პოლიტიკური პარტიები შევიდნენ პარლამენტში. მაშინაც ევროპული საქართველოს სკეპტიკურად იყო განწყობილი ამის მიმართ, მოგახსენებათ და სწორედ ისევ ამ მოსაზრებაზე ვრჩებით. აი გაგახსენებთ ელემენტარულს, პოლიტიკური პარტიები შევიდნენ პარლამენტში და იმ დღესვე დაახვედრა ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციული ჯელების გასამაგება და რაღაც დრაკონული კანონი, ხო? მის შემდგომ არც სასამართლო მომხდარა, არც სასამართლო რეფორმებზე ყოფილა საუბარი არაფერი და ერთადერთი რაც არის დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე ქართული ოცნება აკეთებს განცხადებას, რომ ფაქტიურად ამას არ გააკეთებს არც ერთ შემთხვევაში და მეორე მომენტი, მაშინ რა ხდება პარლამენტში და რას ვაკეთებთ? თუ სულ ყველა ერთად თახვდებით, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და გაყალბების გზით მოსული პარლამენტი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, ხო? და გარკვეული პირობებით შევიდა პოლიტიკური პარტიები პარლამენტში აი ამ გარკვეული შეთანხმებების შესასრულებლად. ეხლა რატო უნდა ვენდო ან ქართულ ოცნებას, ან პრეზიდენტს, ან მაშინ რატო უნდა მიგიღო მონაწილეობა იმ ფარსში, რაშიც ისინი მონაწილეობენ. ამოსავალი წერტილი საბოლოო ჯამში მაინც შეთანხმებაზე და მოლაპარაკებაზე გადის. ოღონდ ჯერ ოპოზიციური პარტიები უნდა მოძლიერდნენ და ძლიერის პოზიციიდან ელაპარაკო ქართულ ოცნებას. სხვა ხმა უბრალოდ ოცნებას ისედაც ხო არ ესმის, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს, ნებისმიერი ურთიერთობის დროს, ხო, შეთანხმებას შეთავაზობს ის, ვინც ძლიერი მხარე არის და იმ კონკრეტულ მომენტში ხარ ძლიერად წარმოდგენილი. ამიტომაც ვახსენე მე ვთქვათ პარლამენტში პარლამენტის თემები და გავიხსენე 2020 წელი 2020 წელს სხვათა შორის მაშინვე ევროპული საქართველოს ხშირად მეც დებატებში ვახსენებდი რომ ეს გამოიწვევს ამომრჩეველში ნიჰილიზმს შენთან ერთად ბრძოლობდა მოსახლეობა იმისაც რომ პარლამენტში არ შესულიყავი და ლეგიტიმაცია არ მიგეცა ამ პარლამენტის საერთოდ არავის შეუსწავლია მაღალ დონეზე რომ მტკიცები თქვათ რას იზოდა ბრძოლაში შეიძლება გითხრათ შესწავლა არ არის თვითონ ფაქტმა გვანახა იმ რეფერენდუმზე რომელსაც მთელი ოპოზიცია რეფერენდუმის სახით გავედით ამ არჩევნებზე 200,000 ამომრჩევლით ნაკლები მოვიდა მაგ რეფერენდუმის ფორმატზე და საარჩევნო სტრატეგიაზე მე თვითონ ძალიან ადრევე დავობდი და უღონ პოლიტიკურ სუბიექტები არ მეთანხმებოდი. არა, აქ კიდე სხვა მომენტს ვამახვილებ ყურადღებას, რომ როდესაც იმ ამომრჩეველსაც, ახლა უყურე ჩვენ თავსაც პოლიტიკურ პარტიებსაც ვაბრალებ, როდესაც ამ სკეპტიზმს გააჩენ და მოსახლეობაი თუნდაც 200,000 ადამიანი ამომრჩეველი ფაქტობრივად გადამწყვეტი ფაქტორი იყო ამ არჩევნებში. ყველას გვესმის რომ არის ავტოკრატიული რეჟიმი, რა თქმა უნდა, რომელთანაც ბრძოლა ორმაგად უნდა შეგეძლოს, თუ არა იმ გაყალბებების გზით
გაყალბების გეტყვი ისე ვთქვათ, რა მოხდა ისეთი, რაც არ მომხდარა 2020-ში, რაც არ მომხდარა 2018-ში. შემთხვევაში გაყალბების აქ მომენტი ეს არის, რომ უნდა მოვახდინოთ საპროტესტო ელექტორატის უფრო მეტად მობილიზება, უფრო მეტად სხვადასხვა შრეებში გასვლა, რომ მოვახდინოთ ამ მობილიზების დროს, არ ვთქვათ, არჩევნების პერიოდში იმდენად უნდა მოვუგოთ ქართულ ოცნებას, რომ მან არანაირმა манипуляციამ მათ არ უშველოს, ხო? მაგრამ ამ შეთანხმების მომენტით სწორედ ამაზე დგას. შეთანხმებაზე ქართული ოცნება წამოვა იმ შემთხვევაში, თუ შენ ძლიერი პოზიცია გექნა. როდის წამოვიდა შეთანხმებაზე? 20 ივნისის შემდგომ, როდესაც ის სუსტად იყო, მაგრამ ყველა გადაგვაგდო შემდგომ. შარლ მიშელის დოკუმენტის წინ, როდესაც ერთპარტიულად დავტოვეთ პარლამენტში და ღრმა პოლიტიკური კრიზისი იყო შექმნილი. ამ ორივე პერიოდშიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ხო დიდ წნეხში გაატარა ქართული ოცნება. იმიტომ რომ ოპოზიციაც, თუმცა მე ვთვლი, რომ ზუსტად იმ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა სწორედ ოპოზიციის სისუსტე იყო, რომ ვერ გამოვიჩინეთ სათანადო სიმტკიცე იმ დროს, როდესაც გამოსაჩენი იყო და იმ დროს, როდესაც ქართული ოცნება საკმაოდ დასუსტებული იყო და ოპოზიციური ძალები მაშინ სწორედ რომ ძლიერად იყო, აი მაშინ უნდა მომხდარიყო მაქსიმალურად იმ ყველაფრის მიღება, რაც საქართველოსთვის იქნებოდა კარგი. მაგრამ დღეს უკვე სამწუხაროდ კარგი. აი ეს მოცემულობა გვაქვს მოცემულობა, რომ გამოხატული აუნჩევლიც ასე დავარქვათ, იმიტომ რომ არა მთლიანად აუნჩევლების. ძირითადი წილი ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის, კი ბატონო, არის გაყალბება, არ არის იმდენად დიდი მხარდაჭერა ჯამში, რომ გაყალბების შრეები გადაასვოს, ან 20%-ის გაყალბება ალბათ გაუჭირდებოდათ, მაგრამ წონასწორობა ძალთა რომ დაეცვათ სათავისოდ, ამას ახერხებს ხელისუფლება. პლუს თქვათ, იმასაც ხედავთ, რომ საპროტესტო გამოხატულება ქუჩის დონეზე, ამაზე ამჩეველი გაუბნებათ, რომ ეს რაღაცა უკვე ჩემთვის უცხოა. ხედავთ ჩვენ, რომ მათ შორის თუნდაც აი მიხეილ სააკაშვილის ელექტორატიც კი ქუჩის ფორმატზე, როდესაც არის ლაპარაკი, არა, გეუბნებათ, რომ რაღაცა სხვა საჭირო ხარ, რაც გეუბნებათ ეს ძნელი საფრთხეებია, მაგრამ რაღაცა სხვა ამბობს, ვიდრე თავაზობთ. ლაპარაკის შეთანხმებებზე, ლაპარაკის შეთანხმების ისეთ პირობებზე, რომელიც მოკლევადიანი არ არის. აი მაშინ გაგრძელება როგორი უნდა მოყვეს ეს. პრინციპებს ვამბობ. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხა ოპოზიცია მოქნილი უნდა იყოს და შესაბამისად, როდესაც ერთი მეთოდი არ ამართლებს, ანუ ბეტონს არ უნდა ეჯახებოდეს და შემოვლით გზებსაც უნდა პოულობდეს, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ იქ სადაც საჭიროა აქციები, იქ სადაც საჭიროა მშვიდობიანი და არაძალდობრივი აქციები, ჩვეულებრივად უნდა ტარდებოდეს, მაგაში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმდენად მნიშვნელოვან პროცესს ვუახლოვდები და ჩვენ შეგვიძლია რეალიზება გავუკეთოთ თუ კარგად ამ შემთხვევაში ვიმუშავეთ რა თქმა უნდა ჯერ შიგნით კოორდინირებულად აბსოლუტურად გეთანხმები რომ უფრო მეტი კოორდინირება უნდა იყოს და ამის რესურსი არის პოლიტიკურ პარტიებს შორის განსაკუთრებით ოპოზიციურ მხარეს გულისხმობ და ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა რეალურად თლად რო ქართული ოცნება უბრალოდ დაუკვირდით რა თუ თლად რო ქართული ოცნება ნუ და დარწმუნებული ვარ თუ კი ვინმეს არ აწყობს ზოგადად ამ დოკუმენტი იქნება თუ შეთანხმება იქნება თუ რაც იქნება ხო ამ ყველაფრის ანუ რეალიზება მე ვფიქრობ ეს არის ქართული ოცნება იმიტომ რომ გინდა არ გინდა ამის შემდეგ უნდა გადაიტანო ყურადღება რეალურად იმ საქმეებზე თუ რა კეთდება ხო ქვეყანაში და როდესაც ესეთი პოლარიზება არის არავის არ აინტერესებს იქ ჯანდაცვის მინისტრი რას აშავებს იქ ეკონომიკის მინისტრი რას აშავებს თუ რას აკეთებს თუ იქ ინფრასტრუქტურის მინისტრი საერთოდ რას აკეთებს შესაბამისად იქ ამხელა მილიარდები რო იხარჯება და მილიონები ვიჯიბეში როგორ მიდის რანაირად გინდა არ გინდა ეს ყველაფერი ილექება ისე რომ საერთოდ მომკითხავი აღარ აყავს ხო ანუ ყველაზე და ამ უცნაური ხმაურების შექმნით რასაც ოპოზიცია წარუმატებლად აკეთებს ისევ ხელს მაგადაფაროს ხო როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ჩვენ ეხლა რა ვქნათ ეხლა როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეში გადასარჩენი ანუ ბუკვალურად ჩვენ ამაზე გვაქვს ეხლა აქცენტი და რა თქმა უნდა გვავიწყდება ის 200 მილიონიანი ტენდერები და ასე ერთ პირთან მოლაპარაკებები და ასე შემდეგ ხო აქედან გამომდინარე თუ კი ვინმეს თეორიულად შეიძლება ეს არ აწყობდეს და თუ კი ვინმეს ეს სიტუაცია ეს მღრიე რაღაცა ქაოსი თუ იმას აწვევს ეს არის ქართული ოცნება მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ
რეალურად თუ კი ქართული ოცნება ამ ყალზე არ წამოვა, რეალურად იყოს იზოლაციაში აბსოლუტურად ყველა აქტორისგან. ესენი იქნებიან ოპოზიციური პარტიები, ესე იქნება. ამ შემთხვევაში როგორც ვატყობ, ანუ პრეზიდენტის ინსტიტუტიც ამ შემთხვევაში ცდილობს, რომ თავისი თავი თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში, ანუ გვერდზე გადგეს ამ პროცესებისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოებაც ჩართული იქნება და მომხრე იქნება ამ შეთანხმების. ერთადერთი მხარე რჩება მარტო ამ შემთხვევაში ქართული ოცნება თუ კი ის ვარს იტყვის და ეცდება ხელი შეუშალოს ამ პროცესის რეალიზებას და ეს რეალურად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს არის კარგი შანსი, რომ რეალურად ეს პროცესი წავმართოთ იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ხო, მართლაც დაიდოს ისეთი დოკუმენტი და მართლაც გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ ამ ქვეყნის ინტერესებში იყოს და არა პირიქით და არა რაღაცა კონკრეტული ერთი პარტიის ინტერესებში. ეს შესაძლებელია ზეციურ საქართველოში და ბოლოს ხო, ნუ ახლა რივათ ამ მაგრამ როცა არის შესაძლებელი, ხო, სკეპტიციზმი აბსოლუტურად ყველა შეგვიძლია ხა დავდგეთ მე პირადად შემიძლია ხა და სკეპტიკურად უფრო მეტი შემიძლია ვისაუბრო ვიდრე რეალისტურად, ხო, მაგრამ როდესაც არის ოდნავ პატარა შანსიც კი მე არ აქვს უფლება რომ ის არ გამოვიყენო ამის თქმა როდესაც აი ამ რაღაც იზოლაციონიზმზე ლაპარაკობს ბაჩო და რაღაცა თემების გადაფარვის ნაღველებაში და ჩვენს მესამე პრეზიდენტიც ახსენა აი ზედმეტი ფოკუსირება ახლა ну გარდა იმისა როდესაც ადამიანი მართლა რაღაც პრეზიდენტი იმოთნების მიერ სხვა უნდა იყოს ყველაზე დიდი ყურადღების საგანი და სხვათა შორის არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ამ დღეების განმავლობაში საკმარისი ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია ჭრიკვაძის პატიმრობასთან დაკავშირებით და ეს არ არის კარგი. და აი ისევ ყველაზე მიგვიქს ბრიფინგიც ჰქონდა, მიქცეულიც ჰქონდა და შიგნით ოჯახთან ურთიერთობაში აი არ დაიწყო რაღაცა პროცესი, იმიტომ რომ სამხედროზე ლაპარაკი რომელსაც ჯვარისწერია ტატუნაშვილევი შეიძლება ჩამოიტანოს. პროცესის გაგრძელება უკვე ხელისუფლების ხელშია. ოჯახს რომელსაც არც კი დაკავშირებია დღევანდელი ინფორმაცია არ უწევია გუშინ დაკავშირებულიც კი არ იყვნენ ოჯახს თუ რა ხდებოდა და რა ვითარებაშია. უნდა ყოფილიყავით პირველი დღიდანვე ინფორმაცია ჰქონდა რომ სამხედრო იყო და ანუ რამდენად არის გაჟღერება ტელევიზიებიდან მოხდა და არა პოლიტიკური პარტიები. ხო, ამაზე მე მგონი თავდებით რომ უფრო აქტიურად ვიდრე ერთი ჯგუფი ან ერთი პარტია ერთ ბრიფინგს გააკეთებს, ხო, უფრო კონკრეტულად თემა რა იყო, რომ შეგნებულად არ ხდებოდა პოლიტიკური პარტიებისგან აღნიშნული თემის თავდაპირველად ანუ აქცენტირება სამხედროზე როგორ წავა პროცესი. და აი ამ შემთხვევაში თუნდაც აი მიხეილ სააკაშვილზე აქცენტირება რაღაც მომენტებში, როდესაც ძირითადად ის არის თემა ხშირ შემთხვევაში და ძალიან დიდ რაოდენობით შემთხვევაში ეს ამ პროცესს დიალოგის პროცესი იქნება თუ რაღაცების სააშკაროზე უფრო გამოტანა და ასე შემდეგ უფრო ადგება თუ რაღაც მომენტში უფრო აზიანებს. ხომ არ არის საჭირო რაღაცა სხვა ეტაპზე გადავიდეთ და რაღაცა სხვა თემებზე მეტი ყურადღება გაახდინოს ოპოზიცია. ევროპულმა საქართველოს სხვათა შორის 10 პუნქტიანი გეგმა წარადგინა ამ საკითხთან დაკავშირებით და მან რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი თუნდაც ხო კოორდინირება ოპოზიციური ძალების და ეს პირველ რიგში აი ჩვენი ბრძოლა და ძალისხმევა ყველა ვარიანტში მიმართული უნდა იყოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. უბრალოდ აქ არის სტრატეგიულად რაშიც ვთქვათ განსხვავებული აზრები გვაქვს კონკრეტულად რომ ბუნებრივი მომენტია უყურეთ არის რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს და დავამარცხოთ მერე ქართული ოცნება თუ ქართული ოცნების დამარცხება გამოიწვევს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას. მოდი თან მარტო მიხეილ სააკაშვილზეც არ ვისაუბროთ. ბევრი პოლიტპატიმარი ყავს დღეს ხო საქართველოში. აი ანუ სწორად გამიგეთ მე იმას კი არ ვამბობ ხვალმანახა ყველა პოლიტპატიმარი ხო ვთქვათ გამოსული და ამაზე ვთქვათ უკეთესი არა მარტო მათთვის და ჩვენთვის ქვეყნისთვისაც სადაც პოლიტპატიმრები არ იარსებებს მაგრამ მე მგონია რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შევარყიოთ რომ მივაღწიოთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ამიტომ ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული და თუნდაც ელექტორალურადაც, საპროტესტო ელექტორატის მოსაკრებად, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაბილიზებლად, რომ წნეხში იყოს ქართული ოცნების ხელისუფლება, უნდა იყოს საერთო გზავნილი, რომლის ირგვლივაც გაერთიანდება არასრულად საქართველოს, რა თქმა უნდა, ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და ის ოპოზიციური ძალები, რომელთაც ყველა პარტიას გინდა არ გინდა თავის დღის წესრიგი აქვს. ყველა ფიქრობს
ქვეყნის განვითარება ასე სჯობს, ისე სჯობს თუ სხვადასხვა გზები არსებობს, ხო, ფიზიკურად. ამიტომ იმ შემხებლობის ის წერტილები უნდა ვნახოთ, რაზეც გაძლიერდება ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმ ფაქტორს. ალბათ მე ვფიქრობ, მე არ მინდა ესე რაღაც ქვის სროლით ვიყო დაკავებული, იმიტომ რომ ევროპული საქართველო არა მარტო ეხლა წინა წლებშიც გახსოვთ, რომ პოლიტიკური ძალები რომ პარლამენტში უნდა იყვნენ, ამის პირველი მომხრეები ევროპული საქართველო იყო ყოველთვის. თუმცა ახლა ამ შემთხვევაში ალბათ მე ვფიქრობ, რომ ამაზეც უნდა დაიწყოს კონსულტაციები, რომ კი ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარს, მაგრამ თუ ეს უსასრულოდ გაიწელა, თუ არაფერი არ ხდება, მაშინ რა ვშვებით? ჩვენ თუ ამ პოლიტიკურ კრიზისში, ამ ეკონომიკურ კრიზისში, რაც არსებობს, არ შევქმენით დამატებითი ბირთვი, რასაც ქვია, თქვა პოლიტიკური პარტიების პარლამენტიდან გამოსვლა და კვლავ ერთპარტიულად დატოვება, ისე ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის, ანუ მათი წნეხის გაძლიერებას ვერ მივაღწევთ ერთი. მეორე, საპროტესტო ელექტორატის მობილიზებას ვერ მიაღწევ, როდესაც ჩვენ პარლამენტში რჩები, იმ კაცეულები გამოდი ქუჩაში იბრძოლეთ ჩემთან ერთად და ამ დროს ვიღაცა პარლამენტში შეება, ოღონ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კი არ ვარ წინააღმდეგი ვინმეს პარლამენტში ყოფნის. ამან უნდა გაზარდოს მუხტი პროტესტი. ამაზეა საუბარი და ეს თუ არ მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციიდან ჩვენ გაგვიჭირდება ქართულ ოცნებასთან სამუშაოები არის ამ ხრივაც წინ. ძალიან დიდი მადლობა ლაშა დამინია და ბაჩო დოლიძე იყვნენ ჩემი სტუმრები და გადაცემის მესამე ნაწილში კი პაატა ზაქარიშვილი იქნება ჩემი სტუმარი. კონფლიქტოლოგი ვისაუბრებთ მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებული თანხმობის თუ კონფლიქტების თემებზე და მასთან რა თქმა უნდა ვისაგრებლებ მომენტით და ვისაუბრებთ იმაზეც თუ რა პერსპექტივები აქვს ურხესის მუშაობას, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეში საერთოდ გაჩერდეს, ასევე იმაზე რა იდეებით გამოდის აფხაზეთის მთავრობაც ამ თემას როგორც წესი ხელიდან არუშევთ, თუ კი შემიძლია ვისაუბრო, რამდენიმე წუთში შევხვდებით კვლავ.